მოგესალმებით. დღეს ვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო. წარმოიდგინეთ, რამდენი ინფორმაცია არის თქვენს ტვინში, რაზეც ხელოვნურ ინტელექტს ცდომა არ აქვს. ყველაფერი, რაზეც მე ვფიქრობ, ჩემი პროექტები, ჩემი გეგმები, ყველაფერი გაფანტულია, ზოგი აპლიკაციაშია, ზოგი ტელეფონის ნოუთებში მიწერია და არ არსებობს ადგილი, სადაც ეს ჩემი ყველა აზრი ერთ ადგილას იქნება თავმოყრილი. და კლოდს ექნება ამ ყველა იდეაზე წვდომა. დღეიდან ზუსტად ამაზე ვიწყებ მუშაობას. იქნება რამოდენიმე ვიდეო სერიისგან შემდგარი. გამოვიყენებ ორ ინსტრუმენტს. პირველი არის Obsidian-ი, სადაც ჩემს ფიქრებს, აზრებს და გეგმებს შევინახავ და მეორე, რა თქმა უნდა, იქნება კლოდი. AI აგენტის სახით, რომელსაც წვდომა იქნება ჩემს ფიქრებზე, იდეებზე და გეგმებზე. ეს არის პირველი ეპიზოდი. და ამ ეპიზოდში გვექნება მთლიანი სეტაპი, ანუ როგორ შევქმნათ ეს ყველაფერი ნულიდან და ვიდეოს ბოლოს უკვე ერთ ისეთ რაღაცას მეტყვის კლოდი ჩემს სტარტაპზე, რომელიც მე მისთვის არ მithქვამს. მოკლედ რომ ახსნა ორი სიტყვით, რას გამოვიყენებთ. Obsidian-ი ეს არის უბრალო საქაღალდეების, ანუ ფოლდერების და ფაილების მენეჯმენტის უფასო პროგრამა. და ერთადერთი, რასაც აკეთებს, თქვენს კომპიუტერში ინახავს ფაილებს Markdown ფორმატში. ხოლო მეორე ინსტრუმენტი, რასაც გამოვიყენებთ, ეს იქნება Cloud Code. Cloud Code არის ტერმინალში მომუშავე AI აგენტი, რომელსაც შეუძლია თქვენს კომპიუტერში არსებული ფაილები შექმნას, წაიკითხოს, დაარედაქტიროს და ასე შემდეგ. ცალ-ცალკე ორივე ძალიან კარგი ინსტრუმენტია, თუმცა ორივე ერთად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ ჩვენი ციფრული ტვინი. ალბათ ცოტა უტოპიურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და ჩემი აზრით ყველა ადამიანს, ვინც მუშაობს რაღაც მიმართულებით, მაინც არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით, უნდა ქონდეს ეს სეტაპი იმისთვის, რომ ხედავდეს მის იდეებს და კოდის დახმარებით შეეძლოს მის იდეებზე იტერაცია. ეს არის Obsidian-ის ვებსაიტი. Obsidian, როგორც ვახსენე, არის სრულიად უფასო პროგრამა, თუმცა დამატებით შეგიძლიათ დამატებები შეიძინოთ Obsidian-ისთვის. ჩვენ გადმოვწერთ უბრალოდ უფასო ვერსიას. Obsidian-ს ასევე არ ჭირდება რეგისტრაცია და რაც მთავარია, ეს ყველა ფაილი ინახება თქვენთან კომპიუტერზე და არ ინახება სადღაც cloud-ში. ანუ ეს ინფორმაცია სრულად რჩება თქვენს კომპიუტერში. Obsidian-ი უკვე გადმოვწერე და დავაინსტალირე ჩემს კომპიუტერზე. შემდეგ უნდა შევქმნათ Vault-ი, ანუ ჩვენი დოკუმენტების საცავი. დავარქვათ სახელი. შეგვიძლია ავირჩიოთ ადგილი, სადაც Obsidian-ის ფოლდერები შეიქმნება. თუაში desktop-ს მივუთითებ უბრალოდ. და Obsidian-ის აპლიკაცია გამოიყურება აი ესე. და აქედან შეგიძლიათ უბრალოდ შევქმნათ ხელით ახალი დოკუმენტები, თუმცა ჩვენ სხვანაირად შევქმნით ამ დოკუმენტებს. ეს შევქმნით ჩემს პირველ daily notes Vault-ში, Obsidian-ში. აქედან შეგიძლიათ შევქმნათ daily note-ები. და რა არის ეს note-ი? აქ უბრალოდ დავწერე რომ მინდა რომ ჩემი ციფრული ტვინი შევქმნა და ერთი განსხვავება, რაც მუშაობის დროს დაგჭირდება, არის აი ესეთი კვადრატული ფრჩხილები. ეს კვადრატული ფრჩხილი ქმნის დოკუმენტთან დამოკიდებულების ჯაჭვს, რომელსაც ვხედავთ მარჯვენა მხარეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი daily note-ი დალინკულია უკვე აი ამ დოკუმენტთან. შესაბამისად, როდესაც კლოდს ვეტყვით, რომ შეიხედოს დღევანდელი ნოუთების ჩანაწერებში, კლოდს ეცოდინება, რომ დღეს მუშაობთ რაღაც სტარტაპზე, AI მარკეტინგის ხელსაწყოზე მაგალითად. და AI მარკეტინგის ხელსაწყოს აღწერა არის უკვე აი ამ ფაილში. ამ სტარტაპზე მართლა ვმუშაობ და ამ ეტაპისთვის მაქვს ორი დოკუმენტი. ამ სტარტაპზე მართლა ვმუშაობ და მაქვს ორი დოკუმენტი ამ ეტაპისთვის. პირველი არის უბრალოდ პროექტის ბრიფი და მეორე არის პლატფორმის იდეები. ანუ რა ფუნქციონალი შეიძლება რომ პლატფორმაზე მქონდეს.
ეს ორი ფაილი, რადგანაც უკვე ჩემს საცავში დავამატე, ანუ ჩემს ციფრულ ტვინში უკვე შესულია ეს ორივე დოკუმენტი. თუ დააწვევით Command G-ს ან Control G-ს, გამოგიჩნდებათ Graph View. ეს არის ჩვენი ტვინის ხე, ასე ვთქვათ. წარმოიდგინეთ, რომ როგორც ტვინში უკავშირდება რაც ნეირონები ერთმანეთს, ზუსტად იგივე კავშირების შექმნა შეგვიძლია Obsidian-ის პროგრამაშიც. ამ ეტაპზე მხოლოდ 4 დოკუმენტია აქ როგორც ხედავთ, თუმცა ზუსტად ამიტომ არის ეს ეპიზოდი პირველი, რომ ამ ეპიზოდში გვექნება უბრალოდ ამ პლატფორმის მიმოხილვა, რას აკეთებს ეს პლატფორმა და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება, თუმცა შემდეგ რამოდენიმე სერიაში, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ შევწერ ამ ვიდეოს და გაჩვენებთ უკვე სრულად ამუშავებული, ანუ როდესაც სრულად ვიყენებთ Claude Codes და Obsidian-ს, რისი მიღწევა შეგვიძლია. როგორც ხედავთ, სტარტაპი და დღევანდელი ნოუთი დალინკულია, ანუ ეს ფაილი წეღან შევქმენით და თავიდან შევქმენით ნოუთი. აქვე დავლინკავ ამ ახალ ფაილში უკვე იმ ორ ფაილს, რომელიც წეღან დავამატე და როგორც ხედავთ, ეხლა უკვე გვაქვს ესეთი ხე. დღევანდელი ნოუთი, დღეს ვიწყებთ ჩემი ტვინის გაციფრულებას, დღეს ვმუშაობ ჩემს AI მარკეტინგის სტარტაპზე. ამ ფაილში კი გვაქვს ამ პლატფორმის იდეები და ამ პლატფორმის მოკლე აღწერა. ეს ლინკი გვაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ კარგად მოხდეს ვიზუალიზაცია ჩვენთვისაც და ასევე ეს Claude Codes ეხმარება მოძებნოს სწორი დოკუმენტები ჩვენს საცავში. შემდეგ ეტაპი არის უკვე ჩვენი საცავის ფოლდერიდან ტერმინალის დასტარტვა. ამისთვის უნდა გავხსნათ ტერმინალი, შევიდეთ იმ საცავში, რომელიც წეღან შევქმენით და უბრალოდ უნდა დავსტარტოთ Claude Code. და გავუშვათ ძალიან მარტივ პრომპტს, ვთხოვ Claude-ს, რომ შექმნას ერთი ფაილი ჩემს საცავში და ამ ფაილში ჩაწეროს, რატომ არის კარგი იდეა, რომ გქონდეს ჩვენი ციფრული ტვინი. ფაბლი დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ 7 ივლისამდე. 7 ივლისიდან უკვე ფაბლისთვის მოგვიწევს ცალკე თანხის ჩარიცხვა ჩვენი Claude-ის აკაუნტზე, ანუ usage კრედიტების ყიდვა. ასე რომ სანამდროა გამოიყენეთ და როგორც ხედავთ, ჩვენს Vault-ში შექმნილი ახალი ფაილი, სადაც Claude Code-მა ჩაწერა, რატომ არის კარგი იდეა ჩვენი ტვინის გაციფრულება. ეს იყო უბრალოდ საცდელი პრომპტი, ახლა კი გავუშვათ რეალური პრომპტი. პრომპტით ვეუბნებით Claude Codes, რომ წაიკითხოს ყველა ფაილი, რომელიც გვაქვს ჩვენს საცავში და გითხრას რას ვაშენებ, ანუ რა სტარტაპზე ვმუშაობ, ვისთვის ვაშენებ, რა ეტაპზეა პროექტი და რა არის ჩემი ბიზნეს მოდელი. პირველ რიგში ნახულობს ყველა ფაილს, წაიკითხავს ყველა ფაილს და შემდეგ დაიწყებს უკვე მუშაობას პასუხზე. ალბათ ყველას გქონიათ ის მომენტი, ხსნით ChatGPT-ს ან Claude-ს, რაღაც პროექტზე მუშაობთ, ეძებთ იმ ჩატს ან იმ პროექტს, ეძებთ კონკრეტულ ჩატს, შემდეგ იმ ჩატში რაღაც კონკრეტულ ფაილს, მხოლოდ იმისთვის, რომ AI-ს სწორი კონტექსტი მივცეთ. წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად ამ პრობლემას ვაგვარებთ ჩვენ Obsidian-ით და Claude Code-ის აგენტით. შესაბამისად, ნებისმიერ დროს ჩვენმა ხელოვნურმა ინტელექტმა, ამ შემთხვევაში Claude Code-ის AI აგენტმა, ზუსტად იცის, რაზე ვმუშაობთ, რა ეტაპზე ვართ. შესაბამისად, აღარ გვაქვს იმის საჭიროება, რომ AI-ის ყოველ ახალ ჩატში ახლიდან ავუხსნათ, რაზე ვმუშაობთ, რა ეტაპზე ვართ და ასე შემდეგ. და როგორც ხედავთ, Claude Code გვიბრუნებს პასუხს, წაიკითხა ყველა დოკუმენტი, რომელიც საცავში გქონდა, იპოვა ორი ძირითადი დოკუმენტი. რას ვქნით ქართულენოვან AI კრეატიულ პლატფორმას, აგენერირებს ფონურ სურათს, ასე შემდეგ, დამატებითი ინფორმაცია მოიღო ამ ფაილებიდან. შესაბამისად, ზუსტად იცის ჩემი პროდუქტი რა არის, ზუსტად იცის ვინ არის ჩემი კლიენტი, ზუსტად იცის რა პლატფორმა უნდა შევქმნა და აღარ მიწევს ყოველი Claude Code-ის ახალ სესიაში, ან Claude-ის ახალ ჩატში, ან ახალ პროექტში ამ ყველაფრის ახსნა და დოკუმენტირება. ანუ დოკუმენტებიც კი შეგვიძლია თვითონ Claude-სვე შევაქმნილვინოთ ჩვენსავე საცავში, შესაბამისად არც ამ დოკუმენტების იქით-აქეთ გადატანა არ გვიწევს. თუმცა ეს არ არის მხოლოდ
ინფორმაციის მისაწვდენად კლოდამდე, აქვე გავუშვებ შემდეგ პრომპტს. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მითხარი რა არის ამ გეგმის სამი ყველაზე დიდი რისკი ან ბრმა წერტილი, რომელსაც დოკუმენტები არ პასუხობენ. იყავ პირდაპირ და მკაცრი, კომპლიმენტები არ მჭირდება. სხვათა შორის კლოდთან ესეთი საუბარი ჭრის, ChatGPT-სთან და Gemini-სთან ნაკლებად, თუმცა კლოდი ამ ბოლო ნაწილს ყოველთვის ითვალისწინებს და ზუსტად ამიტომ მოუწონს კლოდი და კლოდის ზოგადად პლატფორმა მორგებულია მაქსიმალურად საქმიანობაზე და საქმიან აზროვნებაზე. დავალდოთ პასუხებს. ეს ეკონომიკები არ არის საბოლოო, ეს უბრალოდ სატესტო ფაილებია. AI პლატფორმა უნდა მუშაობ იქნება მარკეტინგული ხელსაწყოების ერთ პლატფორმაში გაერთიანების პლატფორმა, თუ შეიძლება რომ ასე ვთქვათ. პლატფორმაში იქნებიან AI აგენტები, შეგვეძლება სურათების, ვიდეოების გენერირება და უამრავი სხვა ფუნქციონალი. როგორც ხედავთ, დაიწყო უკვე ფიქრი. მთელი გეგმა პროდუქტის შექმნაზე არის, ხოლო დისტრიბუციაზე არ გაქვს ნაფიქრი, რომ მეუბნება, მეკითხება რა არის ქაქი და ტამი. რაც საკმაოდ სწორი შენიშვნებია იდეაში. არ აქვს მნიშვნელობა რამ ხელმოგება იქნება პლატფორმას ხარჯებთან შედარებით, თუ ქაქი გვაქვს ძალიან მაღალი. ასევე მთელი კომპანია ერთ დაუმტკიცებელ ტექნიკურ დაშვებაზე დგას. ეს საკმაოდ საინტერესოა. თუმცა სატესტო ვერსია უკვე აწყობილი მაქვს. შესაბამისად, უბრალოდ არ აქვს ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარეობს კიდევ ის, რომ ჩვენ რომ ახალ ჩატში დაგვეწყო უბრალოდ საუბარი, ყველა ახალი ჩატი გვეტყოდა, რომ გჭირდება ერთი პროტოტიპი, რომ ეს იდეა გატესტო. თუმცა ეს იდეა მე გატესტილი მაქვს და ვიცი რომ მუშაობს. შესაბამისად, ამ იდეის გატესტვის შემდეგ მე შევქმნიდი ჩვენ საცავში ახალ ფაილს. ამ საცავში დავწერდი რომ შევქმნი პროტოტიპი მუშაობს და არც ერთი შემდეგი ახალი სესია არ მეტყოდა რომ შევქმნი პროტოტიპი იმისთვის, რომ მიხვდე ეს პროდუქტი ტექნიკურად რამდენად გამართულად იმუშავებს. ეს იყო პირველი დღე ჩემი ტვინის გაციფრულების. გადაგზა მოგაწვდით სიახლეებს. ამის გარდა კიდევ უამრავი ფუნქციონალის ჩაშენება შეგვიძლია ჩვენ Obsidian-ში კლოდ-კოდის გამოყენებით. მაგალითად, დღის გახსნა, დღის დახურვა, შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი custom კომანდები, რომლის გაშვების დროსაც მოხდება გარკვეული ინსტრუქციების შესრულება და ასე შემდეგ. დაიმახსოვრეთ, ეს მარჯვენა მხარე, აქ ამ ეტაპზე არის მხოლოდ 5 დოკუმენტი. დაგიბრუნდებით რამოდენიმე კვირაში განახლებით, ვნახოთ სადამდე შევძლებ, რომ ჩემი საცავი მივიყვანო. თუ გაქვთ შეკითხვა, დაწერეთ კომენტარებში, შევეცდები რომ გიპასუხოთ. მადლობა ყურადღებისთვის, იმედია თქვენც დაიწყებთ ჩემთან ერთად თქვენი ტვინის გაციფრულებას. მადლობა და წარმატებები.